თუ ჯარისკაცი დღეში აღმოჩნდა, ამ 4 პუნქტის შესრულება აუცილებლად უნდა შეეძლოს. თორე ვერ გადარჩება. შეამჩნევდით რომ მეც დღეში ვარ და ვაპირებ რომ ჯარისკაცივით ვიცხოვრო. მინდა გავიგო რეალურად რა უნდა გააკეთოს ჯარისკაცმა იმისთვის რომ დღეში გადარჩეს. მაგრამ ერთი პრობლემაა. ამ ჩამოთვლილიდან არც ერთის გაკეთება არ ვიცი. სწორედ ამიტომ აქ ვარ მეგობრებთან ერთად, რომლებიც დამეხმარებიან. მოყვარ დავიჭაგრე ილიათოფურიოს ფოტო რო არის. ხომ არ გგონიათ რომ ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან და უბრალოდ ლამაზად აცვიათ. არა, ისინი ერთ დროს არმიაში იყვნენ. ამიტომ ზუსტად იციან რისი ცოდნა და გაკეთება ევალება ჯარისკაცს. წელში გასვთ. ნიკაპი მაღლა. ნიკაპი არ მაქვს გენეტიკური. ირაკლი მთელი ვიდეოს განმავლობაში დამაკვირდება და შემაფასებს. და ბოლოს იტყვის გამოვდგები თუ არა ჯარისკაცად. ჩემგან ჯარისკაცი დადგებოდა? ჩემი მიზანია ეს 4 პუნქტი ზედმიწევნით შევასრულო, რადგან ირაკლის თავი მოვაწონო, მაგრამ მარტო ვერ გავაკეთებ. ამიტომ ამ ყველაფერში შმაგი დამეხმარება. დღევანდელი დავალებების შესასრულებლად მოგიტანეთ აი ეს ნივთები, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, რომ დაგეხმაროს დავალებების შესრულებაში. მაგრამ ამ ნივთებიდან შეგიძლია მხოლოდ აირჩიო 2 ნივთი. ამის მიუხედავად, თუ რაიმე ნივთი დამჭირდება, შემდეგში მის ასაღებად შემიძლია რაიმე დავალება შევასრულო. ნუ ეს დავალებები არც ისე მარტივები იქნება. ბევრი ვიფიქრე რა ნივთები დამჭირდებოდა ამ 4 პუნქტის შესასრულებლად. კაი, ახლა ბარი არ მგონია ცეცხლის ანთებაში ან წყლის მოპოვებაში ან ორიენტირებაში საერთოდ დამჭირდეს, ასე რომ ამას არ ავიღებ. კი, ძალიან მინდა მე ახლა ბარემის შოკოლადიც და საჭმელიც, მაგრამ და ჩემი მოკლე ჭკუით ამ ნივთებზე შევჯერდი. ჩემი გამოცდილებიდან რაც მე ქოხი ამიშენებია, ეს აუცილებლად საჭიროა. ამას წავიღებ ერთს. აი, ცეცხლის ასათებად 100 სანტი მჭირდება, მაგრამ ორიენტირებისთვის მჭირდება კომპასი. მოდი მე 100 სანტს ავიღებ და მე კომპასისთვის ვიშრომებ. ხერხი და 100 სანტი დაგჭირდება კონკრეტულ საქმეში, თუმცა რა ნივთებიც დატოვე ადგილზე, ისინიც აუცილებლად დაგჭირდება. თუმცა კომპასს რომ 100 სანტი არჩიე, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო და მალე გაიგებ რატომაც. დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი შეფასებისთვის. დღევანდელი დავალებების შესასრულებლად რა სამოსის გაცვია ეგ არ გამოგადგება, ამიტომ მოგიტანე სხვა სამოსი. ამ სამოსის მოსაპოვებლად ცოტა გარჯამო გიწევს. შენ ჩვენთან გმართებს 10 აზიდვა, 10 ბუქნი და 10 პრესი. გავაკეთე 10 აზიდვა. საკმაოდ მარტივად. გონი ჩემს წინა ვიდეოებში ვარჯიშებს რაღაც შედეგი გამოუღია, მაგრამ ბოლოს მაიმუნობა გადავწყვიტე, რაც როგორც ჩანს ჯარში არ უნდა გააკეთო. ახლა კიდე რა შემიძლია? ოპა, ოპ. აი, ეს ჩავიწეროთ. მე 7 დავითვალე. 3 დაგჭირ. 8 დიდე? 10 თქვი? 10. შემდეგი ორი დავალებაც 10 ცალი უნდა გამეკეთებინა ვითომ. აი დაითვალეთ რეალურად რამდენი გამაკეთებინეს. 8 7 8 9 საბოლოო ჯამში ეს დავალებები შესრულებულად ჩათვალეს და მივიღე ფორმაც. დახმარებას დავიმსახურე. მიიღე თქვენი კუთვნილი. რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელია. მაგრამ ერთი პრობლემა მაინც ჰქონდა. ეს ქურთუკი. ძალიან ცხელოდა, ამიტომ მისი ჩაცმა არ მინდოდა. რო ჩამოვკიდო და მე მოვეკითხო. არა, ან ჩაიცვი ან გაიხდე. გავიხდი ცხელა. ან ჩაიცვი ან დაივიწყე. მოკლედ. მაგრამ მისი დატოვებაც უდიდესი შეცდომა აღმოჩნდა, რადგან წინ ამაზე ბევრად უფრო რთული დავალებები მელოდება, რაშიც ქურთუკი ნამდვილად დამჭირდება. ზონარი ჩაიტანე ბათინგში და შარლის ტოტები გარედან გადმოვუშვი. წამოგრა ფეხს დაეცემი და ავტომატურად დაისჯები. და შარლის ტოტებს თუ გარედან არ გადმოვუშვებ, ყველაფერი რაც შეხვდება ფეხებთან, ჩაგიყრება ბათინგში. ასე? ასე კარგია. სათხარ პირველი დავალების შესრულებლად. პირველს დიდი სიამოვნებით წყალს მოვიპოვებდი. წყლის მოპოვებისთვის მჭირდება პირველ რიგში რაიმე ადგილი, სადაც რაიმე სახის წყალი არის, მდინარე, ტბა, ზღვა, არ აქვს მნიშვნელობა რაიმე და მჭირდება რაღაც ნივთები, რომელიც შენ არ გაქვს. მაგალითად რაიმე ჭურჭელი წყლისთვის. ალბათ ყველა ხვდებით იმას, რომ წყლის მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთან ძალიან ახლოს იყო ტბა. ამიტომ ჩავთვალე, რომ წყალი არც საჩქარო იყო. ამის გამო გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც ძალიან მალე ვინანებ. წყალი აქვე მაქვს და დიდი შრომა არ ჭირდება თქო, მე ეგრე ვიფიქრე. ასე რომ ეს რაღაც მოვიფიქრე მე. ჯერ ცეცხლი ამოწო და კარავი გავაკეთოთ კი არა და თავში საფარი.
როგორც გინდა. როგორც მინდა. წყლის მოპოვებას ცეცხლის ანთება ვამჯობინე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საბოლოო შეფასებაში დიდ როლს არ ითამაშებს და ირაკლისგან მაინც მივიღებ დასტურს, რომ გამოვდგები ჯარისკაცად. მაგრამ ახლა სხვა რამეზე უნდა მეფიქრა. თურმე ჯარისკაცები ჩვეულებრივ ცეცხლს არ ანთებენ. მე კიდე ასეთი განსაკუთრებული ცეცხლისთვის საჭირო იარაღი არ ამიღია. სამხედროები ცეცხლს იყენებენ ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ცეცხლის დახმარებით ძალიან მარტივია მათი პოზიციის გამოაშკარავება და მათი შემჩნევა. ამიტომ სამხედროები ცეცხლს ძირითად შემთხვევაში არ იყენებენ თუ გამოვალი სიტუაცია არ არის. მაგრამ დღეს გამოვიყენოთ, მაგრამ გამოვიყენებთ შედარებით დამალულ ცეცხლს. ამისთვის აუცილებლად გვჭირდება 48 და 40 ცეცხლის ანთება. 40 მუშტებით ვერ ამოვთხით, ჩვენ კი ნიჩაბი არ აირჩიე. ასე რომ მოგვიწევს ნიჩბისთვის ცოტა წვალება. რისთვის ხარ მზად რომ მიიღო ბარი? გადავკვატრიალდები და გადავკვატრიალდები. გაკეთე. შვენიერია, გადასარევი, სხვა სურვილებიც ხომ არ გაქვს? არა. მაშინ იმისთვის რომ დაიმსახურო ბარი, მოგიწევს შემდეგი ჩელენჯების შესრულება. ეს ყულე გავაკეთე. ეს შენი სურვილი იყო. ხო, გაიგონა, მინდა გავაკეთო. არავის უთქვია რომ ბარს მომწევ და ამის გაკეთების შემდეგ ხო? ოდეშეთ ჩავიწერ გონებრივ შესაძლებლობასთან დაკავშირებით რაღაც. მე ახლა მაქვს შენთან ერთი კითხვა. ხომ არ გცივა? რომ ჩაიცო. ორივე საშინელება იქნება ხარ მოპასხო მოიცა. და რა მარტივი პასუხი. არა. თუმცა, კარგი იყო რომ ჩაგეცვა. იმიტომ რომ შენ ყველაფრის მოგროვება, რაც დაგჭირდება ცეცხლის ასანთებად, მოგიწევს ხოხვით. ხოლო კლავები გაქვს ღიად, ასე რომ ჩვენ შემოგთავაზოთ. ბარის მოსაპოვებლად ყველა ტოტი და ფიჩხი უნდა მომეგროვებინა ხოხვით. რაშიც საკმაოდ გამიმართლა, იმიტომ რომ იქვე ძალიან ბევრი ფიჩხი იყარა ერთმანეთთან ახლოს. შესაბამისად, ბევრი ხოხვა არ დამჭირდებოდა, მაგრამ ხოხვასაც ჰქონია საკუთარი წესები თურმე. ვიყენებთ მარცხენა ხელს, მარჯვენა ფეხს. ანუ ჯვარედინებთ. აი ამ მდგომარეობაში, კონკრეტულად. ხოხვა უნდა შეეძლოს აბსოლუტურად ყველა ჯარისკაცს, რადგან ხოხვის დროს მაქსიმალურად არის შემცირებული ადამიანის სილუეტი, მაქსიმალურად არის მიწასთან ახლოში. შესაბამისად, ნაკლები სამიზნე ხარ, ნაკლებად ჩანხარ. არ ვიცი ცეცხლი დაგენთიანთ თუ არა, მაგრამ ცეცხლის დასანთებად აუცილებელია პატარა ფიჩხები. ც. ეგ არის ტოტი. ეგ ტოტია. ეგ გირჩია. შევაგროვე ცეცხლისთვის საჭირო ჯოხები. შესაბამისად, ბარიც დავიმსახურე. ჩემი აზრით ობიექტურად რომ იმსჯელო, საკმაოდ კარგად ართმევ თავს. ფიზიკურ კონდიცია აშკარად კარგ დონეზე გვაქვს. გონებრივი შესაძლებლობებით საკმაოდ არაუშავს. ცეცხლის ანთების პუნქტის შესასრულებლად შემდეგი ნაბიჯი უკვე 49-ა. შემდეგი დავალება. მიწას, რასაც ამოიღებ, დაუყარე გვერდით ახლოსვე. გაქვს რაიმე იდეა მიწა რაში დაგჭირდება? ზევიდან უნდა დავაყარო, მე კი არა და მიწა მჭირდება, იმაში რომ კვამლი დავმალო. არ ვიცი როგორ უნდა დავმალო, მაგრამ კვამლის დასამალად. კვამლის დასამალად არის შენი პასუხი. კარგი, გააგრძელეთ. გავაგრძელეთ 9. 40 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო. არ არის 20 სანტიმეტრი. როგორღაც წვალებით ამოვთხარე და შიგნით ტოტებიც ჩავაწყე. კი ბატონო, ამას ახლა დანთებაღა უნდა და ვნახოთ, ინთება თუ არ ინთება. მაგრამ რო ვავანთო, მე სხვა რაღაცებს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩაქრება. და კიდევ დაგჭირდება ხოხვით შეშის მოძიება. ეს ასე დავტოვოთ ამ ეტაპზე, ახლა გვჭირდება თავშესაფრის მოწყობა. თუ სამხედრო ტაქტიკას გავითვალისწინებთ, ცეცხლი გვჭირდება გარდაუვალ შემთხვევაში და ცეცხლთან ჩვენ თუ თავშესაფარი გავიკეთეთ, ესე იგი მტერიარდიოდ მიპოვეს. ისედაც ხედავენ. გასაგებია, კარგი. დავწვე, დავიძინო? კარგი, მართალია. ყველამ ვიცით, რომ თავშესაფარს გადახურვა სჭირდება, მაგრამ სხვა მოთხოვნებიც ჰქონია. ერთი რამეც გაითვალისწინე, შიშველი მიწაზე არასდროს არ უნდა დაწვე, იმიტომ რომ მიწა გაცლის ძალიან დიდ ტემპერატურას. ანუ რაღაც უნდა ვიფიქრო დასაფენად. პირველ რიგში გადახურვაზე მუშაობა დავიწყე, მაგრამ არაფერიც არ გამომივიდა. რაღაც დებილობა წიწვები იყო, თორემ მე რა შუაში ვარ. აქვე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნივთი, რომელიც წიწვებს ჩაგინაცვლებს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ნივთი თავის დროზე არ ამიღია და ახლა რაღაც დავალება უნდა შევასრულო მის მოსაპოვებლად. არის ერთი ესეთი კარგი სავარჯიშო, რომელიც არც თუ ისე კარგი არის შენი მუხლებისთვის. ახლოს მოგზავნით თუ შეიძლება.
ეხლა რასაც ვაკეთებთ, ეს არის ჯარში ცნობილი როგორც ბატიფეხური. გზა თუ შეიძლება? ანუ მაგლა მას შეუდექი. სადამდე? აი რა კარგი კითხვაა. იქამდე ბარემ და იმას ავიღებ. კი, ზუსტად კარგად მოხდი. აუ არა ძალიან შორია არ უნდა. თავზე ხელები. რაც უფრო წინ წავართ, ჩვენი ჩელენჯები უფრო და უფრო გართულდება. ვაიმე დედა. შესვენებაზე არავის არაფერი არ უთქვია. არც გქონდა. ესე იგი, ჩვენ მოვედით აი ის არის დიდი ალბათობით. საწყის ადგილზე. შენ თუ აიჩევ იმ კონკრეტულ ნივთს და თავშესაფარს მოვაწყობ, მე შენ გაჩუქებ აი ამ შოკოლადს. რომელიც დადნა. ნუ, ცოტა, მაგრამ არა აქვს. ესე იგი, ამაში ჯერაში გომრებს ჩელენჯი ვაიფეხე მეთქი. თავის ჩანთაშივე მოვათავსოთ, ეს არის საწვიმარი ლაბადა, რომელიც შეგვიძლია მრავალფუნქციურად გამოვიყენოთ სხვადასხვა რაღაცების გასაკეთებლად. ეს ნივთი კი ავიღე, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა იყო. თავშესაფრის ადგილამდე ხოხვით უნდა ავბრუნებულიყავი. შეხო გაგდი, შეხო ჩემი მეგობარი ხარ. რა თქმა უნდა, მე შენი მეგობარი ვარ და ამიტომ დაგეხმარები და რჩევას მოგცემ, რომ წეღან რომ ხელი გვიკარი დახმარებაზე და ჩვენ რჩევა არ გაითვალისწინე, რომ მოსაცმელი ჩაგეცვა. გირჩევ რომ ახლა ჩაიცვა, იმიტომ რომ ხოხვით გიწევს ევითას. აი. და ეგრე მარტივი ყველაფერი არ არის რა თქმა უნდა, იმისთვის რომ მოსაცმელი დაიმსახურო, მოგიწევს რამოდენიმე ბუქნის გაკეთება. კაი, რამდენის? დაიწყე. ვაიმე. ხოლ მაგრამ მეთქინება ფრეხები. რამდენი იყო? არის თვლი? 8. თავიდან დაიწყენდი. ფანტაზიაც როგორ თქვი რა 27. აი 1. რამდენზე ხარ? კიდე დამოვიწვა. რამდენზე ხარ? 15. ოჩა. არის რო. მე მგონი დაიმსახურა, თქვენ რა სიტყვით? დამსახურებული. დასამსუფლება ხომ აქვს? არა. ალბათ. так, მოიწეს იგი ფორმა. აუცილებელია შეკურა, კაცო. კი. მოდი შევთანხმდეთ ერთ რაღაცას, როდესაც გვაცვია ფორმა, ვიბოძოთ ნება და გვეცვას როგორც წესი და რიგია, ჩვენს მუნდირს. ვაიმე. როგორი სუნელი აქვს ჩვენ მშობლიურ მიწას? კაია, ძალიან მაგარია. არა, ცუდია, ადგომა მირჩენია, ცუდია. ცუდია? ნუ აუგულა ცუდი ხდება. მიწის სუნელი არ მოგწონს? მაშინ მანამდე იქნები ძის სანამ არ მოგეწონება, გააგზავნე. ნახევარი გზა გავიარე. ნახევარია უთან. მიდი და ბოლოში დაისვენე. რაც მეც დაისვენე. ბოლოში ყველა დავისვენებთ. ამ ყველაფერმა ძალიან დამყალა. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წყალი არ მაქვს დალეული, გონი ძალიან დიდი შეცდომა იყო ის, რომ პირველი წყალი არ მოვიპოვე, მაგრამ ახლა რაღაც ვიზავთ. მაგრამ დავიღალე. ესე რომ გავხოხდე. თავარი ხო გახოხება. შემამდე მოდი. ოჩა. წყალი მინდა ძალიან და უფროსებმა დამრთეს ნება რა და ამ საღამომდე წყალს არ დალევ და ჩათვალე რომ ნაბიჯს ვეღარ გადავდგა, ენერგია გექნება 0. მოკლედ მე მაქვს ასეთი საწვიმარი, რომელიც ისე უნდა გამოვიყენა, რომ თან ძირს დავიფინო და თან თავზეც გადავიფარო. საწვიმარი ლაბადის სიგრძე გვიწევს ხელს იმაში, რომ გამოვიყენოთ ძირს დასაფენადაც და ზევიდან გადასაფარებლადაც. ცოტა რთული მოსაფიქრებელი იყო ეს ყველაფერი, ამიტომ ჩემს ინსტინქტებს მივყევი. ეს რო ჩავიცო, ესე. ძირსაც დაფენილია, ზევიდანაც გადაფარებული მაქვს.
მე დაუბრაკავ. ამ დებილობის გაკეთების მიუხედავად რაღაც რეალური იდეაც მომივიდა. თასმები მოიხსენი და ამ თასმებით ერთი მხარე ასე დავამაგრე, მეორე მხარე ასე დავამაგრე და მე მგონი არც ისე ცუდი რაღაც გამომივიდა. ასე თუ ისე რაღაცა დოზი თავშესაფარი არის, ქარისგან თავშესაფარიც არის. ნუ ყოველ შემთხვევაში დამწყებისთვის ჩვენიერი არის. და ჩემით გავაკეთე. თან შენით გააკეთე. თავშესაფრის გეგმა შესრულებულია, სასაცრული დამზადებულია. ეხლა ერთ-ერთი რაც გვჭირდება, ეს არის წყალი. გვაქვს წყალი, მაგრამ ეს წყალი არ არის ასმე. და რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ ეს წყალი გავფილტროთ. როგორ გავფილტროთ, რანაირად გავფილტროთ? ეს უკვე მოსაფიქრებელი. ზად ხარ? ჯარისკაცი ყოველთვის ზად არის უпроსო. ჩამოვედით ტბასთან, საიდანაც უნდა ვიშოვოთ სასმელი წყალი. მე სიმართლე რომ გითხრათ, ეხა აი ძალიან მწყურია, აი. ვერ ყლაპავ ნერწყს ისე მწყურია, ნერწყი უბრალოდ არ მაქვს. ამ ტბიდან უნდა მოვიპოვოთ სასმელი წყალი. მსგავსი ტიპის წყალი, რო სასმელად ვარგისი გავხადოთ, გჭირდება რამდენიმე ნაბიჯის გავლა. ტბასთან ახლოს დაახლოებით 2-3 მეტრის მოშორებით ამოვთხაროთ პატარა ორმო. ეს ორმო ჩვენ გჭირდება, რომ აი ეს წყალი პირველი ეტაპის ფილტრაცია გაიაროს და დაგვიგროვდეს ორმოში და შემდეგ აქედან ავიდეთ. იხოცები ცოტა მომეხმარე რა. ფეხები ძალიან მткиვა. ბის გვერდით ორმო ამოვთხარეთ. ამ ორმოში უნდა გამოიჟონოს წყალი და ჯარისკაცების თქმით ტბასთან შედარებით სუფთა იქნება. მაგრამ ისეთი სუფთაც არა რომ მისი დალევა უსაფრთხო იყოს. ამიტომ რაღაც პროცედურები მაინც დასჭირდება. ეს უნდა გაიშვას, რასაც დრო ჭირდება, რა თქმა უნდა. და მე გჭირდება, რომ ეს დაიწვინოს იმასაც დრო ჭირდება. 2 საათი. დაახლოებით. მაგრამ სანამ ეს წყალი აქამდე გამოვიდო და კიდევ ერთი დავალება უნდა შემესრულებინა, რადგან ჯარისკაცის ბედისწერა უფრო მეტად შემეგრძნო. ეს თუ გადავლახე, რამდენად ახლოს ვიქნები ჯარისკაცის სტატუსის მიღებასთან. საკმაოდ ახლოს იქნება. კარგი. ჩემი აზრით შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ყველაფერი კარგად უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ირაკლიმ ვიდეოს ბოლოს მითხრას, რომ ჯარისკაცად გამოვდგები. და არ ჩავფლავდი ამ გამოცდაში. არქია. ეს შეიძლება. ეს შეიძლება. ვაიმე ფურა. ამდენი რაღაცა რა. ეხლა ხვდები რა უწევ ჯარისკაცებს ისი გამოვიდა. ისი გაკეთება. რაში ვიწექი? საშინელება იყო ფეკალიებში ხოხვა. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს აფიქრებინებს ირაკლის ჯარისკაცის სტატუსი მომანიჭოს. მოკლედ გავსუფთავდი, სუფთათასაც მელი ჩავიცვი და სანამ ორმო წყლით შეივსებოდა, ჭამა გადავწყვიტეთ. რასაც დღეს თქვენ უყურეთ, ეს ჩათვალეთ, რომ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჯარისკაცი აკეთებს და რა ფიზიკურ დატვირთვასაც გადის ყოველდღიურად. ჩვენ საყვარელ საქმეს გავამართლოს და რასაც საქმიანობთ და რა საქმემაც ასე ვთქვათ, შეგვყარა, გაგვაცნო ერთმანეთი და ასე შემდეგ. შრომობთ, წვალობთ და გვექნება ასე ვთქვათ დაფასება. YouTube-ის ადღე გრძელო მოისმენი პირველად. ჯერ კიდევ დიდი დრო იყო იქამდე სანამ ორმო წყლით გაივსებოდა და ჩვენ მის დალევას შევძლებდით. ამიტომ ბოლო პუნქტის გაკეთებას გადავწყვიტეთ. ნუ შესაძლებელია რომ ადამიანს კომპასი არ ქონდეს, ხო? რა თქმა უნდა. კომპასის გარეშე როგორ გავიგოთ ჩრდილოეთი თუ სამხრეთი? ჰორიზონტის მხარეები. და ჩვენ დავტესტავთ ჩვენი ბანაკი საით ეს არის იმ მიმართულებას რა. აი, გავიგებთ აღმოსავლეთია, სამხრეთია, ჩრდილოეთია თუ რომელია. ვიყენებთ აი დაახლოებით ამ ზომის ჯოხს. ამ ჯოხს ვაჭობთ მიწაში. ნუ რა თქმა უნდა მზიანი ამინდი უნდა იყოს. ვაფიქსირებთ პირველი წერტილი, სადაც ამ ჯოხის წვერის ჩრდილი დაეცემა. ველოდებით დაახლოებით 10-15 წუთი და შემდეგ უკვე ვაფიქსირებთ მეორე წერტილს, სადაც ჩრდილი იქნება. ჩვენმა ჩრდილმა გადაიწია და ვაფიქსირებთ უკვე მეორე წერტილს. ერთი წერტილი აღმოსავლეთია, მეორე წერტილი დასავლეთი. მე თუ გეტყვი რომ მზე მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. შენი აზრით რომელია? ესე იგი დასაწყისი უნდა იყოს აღმოსავლეთი შესაბამისად და დასასრული დასავლეთი. ლოგიკასთან ცოტა პირიქით მოგიწია. პირველი წერტილი იქნება დასავლეთი, მეორე წერტილი იქნება აღმოსავლეთი. აღმოსავლეთის მხარეს ვდგებით მარჯვენა მხრით, ჩემგან წინ 12 საათის მიმართულებით იქნება ჩრდილოეთი, ჩემგან უკან 6 საათის მიმართულებით იქნება სამხრეთი. ხო არის სამხრეთი. არის. ეს ხო არის დასავლეთი. არის. და აი ეს მიმართულება გამოდის სამხრეთ-დასავლეთი. კი ბატონო. მოკლედ ჩავედით ტბასთან.
წყალი დაგხვდა სხვადასხვა ორმოში. ავავსეთ პლასტმასის ბოთლში, რომელიც ტყეში ვიპოვე. მაგრამ ასე უბრალოდ ვერ დავლევდი, რადგან მაინც ჭუჭყიანი იყო. გასასუფთავებლად კი მისი ადუღება იყო საჭირო. ამ ბოთლით უნდა ავადუღოთ რა და ჩემ ყველა ლოგიკაში ჯდება რომ ეს ბოთლი უნდა დადნეს. მისი ვერსიით ეს პლასმასი უნდა დადნეს, წესით დარიგით. იდეაში ეგრეც უნდა იყოს პლასმასის ცეცხლზე უნდა დადნეს, მაგრამ ასე არ მოხდება. სანამ ბოთლს ცეცხლში ჩავდებთ, აუცილებლად უნდა მოხსნათ თავსახური. აი მე კი. შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ. ლეწავ. უი. ბოთლი არ დადნა და წყალიც ადუღდა. ერთი ის უნდა ვიცოდეთ, რომ ბოთლი სულ საოცე უნდა იყოს, თუ ვინმე რო არ დადნეს. წყალია რა? შეიძლება. დამალევიდებიც. ჩაოლებრივი შეულებრივი წყალია. ვინა? ყველაფრიდან გამომდინარე. ჩემგან ჯარისკაცი დადგებოდა? სანამ ირაკლისგან პასუხს გავიგებთ, რა შეგვიძლია ვთქვათ ჩემს დღევანდელ დღეზე. საშინლად დავიღალე. მეორე დღეს ფეხები ძალიან მტკიოდა. და თუ შმაგის დაბუჯერებთ, ეს მხოლოდ 10%-ია იმისა, რასაც ჯარისკაცები გადიან ყოველ დღე. მე პირადად ბევრად უფრო დავაფასე მათი ღვაწლი ჩვენდამი. ბოლოს თუ საჭიროება მოითხოვს, ისინი ჩვენს გამო თავსაც გასწირავენ. უი, და სხვათა შორის ჩვენს ჯარისკაცებს თავიანთი არხი აქვთ, სადაც ბევრ საინტერესო ვიდეოს აკეთებენ. აუცილებლად გადავიდეთ და გამოვიწეროთ. ჩემი კითხვა არის საბოლოო, ასეთი. თუ დავიმსახურე ჯარისკაცობა და თუ დავიმსახურე, მე ვფიქრობ, რომ ბარემ გემრიელი შოკოლადის დავიმსახურე. მე შემახვედრე ბარემი შოკოლადი რა. She had not been 2 weeks from shore when down on her a right whale bore. The captain called all hands and swore to take that whale in tow. როგორ იქნება მივაყრი და ვნახოთ. კარგი.